რუბრიკაში რელიგია გაგაცნობთ მოქვის ტაძრის ისტორიას. ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე ჩრდილოეთიდან სამხრეთ გამოსცს კავკასს და მიერთვის ილორის ზღვას. ამ მდინარესა ზედა მთაში არის მოქუს ეკლესია გუმბათიანი. აღაშენა მეფემან აფხაზთამან ლეონ შემკობითა დიდითა, ზის ეპისკოპოსი მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქვის მდინარის შორისის ადგილისა. ასე მოგვითხრობს მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბატონიშვილი მოქვის შესახებ. ოჩამჩირის რაიონში მდინარე მოქვის ნაპირას მდებარეობს მოქვის ტაძარი. იგი აფხაზეთში არსებულ ტაძართაგან ერთადერთია, რომლის აგების შესახებ წერილობითი წყარო მოგვეპოვება. მატიანე ქართლისაი გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის ძე ლეონი კახეთს ყოფილა სალაშქროდ, როცა მამის გარდაცვალება აუწყეს. შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვისსა, რამე თუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი. მან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ. აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. ის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭირო ჩათვალა ტაძრის აგების ამბავი საგანგებოდ მოიხსენებინა, ცხადყოფს, რომ მოქვი მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად იყო აღიარებული. ლეონის მეფობის მიხედვით მოქვის ტაძარი 957-967 წლებით თარიღდება. მოქვის საეპისკოპოსო კათედრის დაარსება მოწმობს, რომ მისი აგება ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის გამტკიცებას, ბიზანტიური საეკლესიო გამგებლობისგან თავის დაღწევას უკავშირდებოდა. მოქვის საკათედრო ტაძარი სამნავიანი გუმბათოვანი ეკლესიაა. გუმბათის ყელი 12 წახნაგოვანია. მოქვის ღვთისმშობლის ეკლესიის ქვის ფილაზე, რომელიც სარკმლის ზეგანს წარმოადგენდა, ამოკვეთილია ქართული ასომთავრული წარწერა, რომელშიც სამრეკლოს ქტიტორი, მოქველი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი არის მოხსენიებული. მის მიერ ააგებული მოქვის ცნობილი სამრეკლო, წარწერა მე-12 საუკუნით თარიღდება. მოქვის ტაძარი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო, რომელიც მდიდარი წიგნთსაცავით გამოირჩეოდა. ამ ფაქტს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები ადასტურებენ და მოქველ მოღვაწეთა სახელებს გვამცნობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანიელ მოქველის მიერ გადაწერილი სახარება. სახარება ის წმინდა წერილია, რომელიც ადამიანს აცოცხლებს, როგორც იოანე ოქროპირი ამბობდა. გადაშლაც კი არ არის საჭირო, როცა შეხედავ გული გაგითბება. ოთხთავი მოხატულია მდიდრულად შემკული ორნამენტებით. ხელნაწერის ბოლო ფურცელზე დანიელ ეპისკოპოსი თავად არის გამოსახული. იგი მუხმოდრეკილი დგას ღვთისმშობლის წინაშე. იქვე ქართული ასომთავრული წარწერა ახლავს. დანიელ მოქველი ეპისკოპოსი. მოქვის სახარება შეიცავს 328 ფურცელს. დაწერილია ტყავის ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიული ხელნაწერით. განსაკუთრებით საყურადღებოა ოქროზე დახატული 152 მინიატურა, რომელიც ცხადყოფს თუ რა მაღალ დონეზე იყო იმჟამად ქართული მწიგნობრობა განვითარებული. მინიატურები ასახავს შემდეგ სცენებს: ქრისტე გეციმანიის ბაღში და ლოცვა სასუმელისათვის. მოქვის სახარება გადაწერილია 1300 წელს და შეწირულია მოქვის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის. ხელნაწერი შემკულია კამარებით, თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს იმიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობამ სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად მოქვის სახარება საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1945 წელს დაბრუნდა. იგი ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დავით აღმაშენებლის დროს იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით მოქვის ტაძრის კედლები მოუხატავთ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ტაძარი მიტოვებული და გაძარცული ყოფილა, მაგრამ შემდეგ აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ ტაძარი აღადგინა და თავის საძვალედ აქცია. აფხაზეთში მდებარე სხვა ქართულ ტაძართან მსგავსად, მოქვის ტაძარით ქართველთა მოლოდინში გარინდულა. სანამ ქართველი კაცი ქართულად ლაპარაკობს, ფიქრობს და ლოცულობს, მშობლიურ მიწაზე დაბრუნების იმედს არ დაკარგავს. მანამდე კი ტაძრებს ფრესკებად შეხიზნული წმინდანები დაუღალავად ლოცულობენ, რათა ტაძარს მონატრებული მრევლი დაუბრუნდეს.